გამარჯობა, ეს არის დღის ქრონიკა. მესამე დღეა პოლიტიკური ნებათაღელვა არ წყდება პოლიციელების მხრიდან გორში ძალადობის ფაქტზე. ოპოზიციას ხელისუფლების წინააღმდეგ ბრალდების მორიგი საბაბი მიეცა და დანაშაულის სისტემურობაზე კამპანიის წამოწყებას სცადა. პოლიციელები დაკავებულები არიან. მათ ევალებოდათ, რომ ადამიანი არ ეცემათ. ამ სიტყვებით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დასაბუთებულად მიიჩნია და 6-ვეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სამართლებრივი პროცესი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მაგალითად, ნაციონალურმა მოძრაობამ მოითხოვა საქმე შეწყდეს იმ პირის მიმართ, რომლებსაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავად პოლიციელების მიმართ კი საქმე არა უფლებამოსილების გადამეტების, არამედ წამების მუხლით აღიძრას. პარტიამ შინაგან საქმეთა მინისტრის და მისი მოადგილის პოლიტიკური პასუხისმგებლობაც მოითხოვა. ნაციონალურ მოძრაობას ქართული ოცნება პასუხობს, რომ ვის, მაგრამ ამ პარტიას და მის სამართალ მემკვიდრეებს ასეთ თემებზე აქტიურობის მორალური უფლება ნამდვილად არ აქვთ. ნაციონალურ მოძრაობას და მასთან ერთად ერთ ალიანსში გაერთიანებულ სხვა პარტიებს ოცნებასთან პოლემიკის გარდა შიდა პოლარიზების დილემაც უდგათ. 26 მაისის აქცია, რომელიც სურდათ მათთვის გამაერთიანებელი ყოფილიყო, დაპირისპირების ახალი ათვლის წერტილად იქცა. რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილით მთავარ როლში. გასული კვირის ერთ-ერთი საკვანძო თემა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაცაა. თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის და დონალდ ტრამპის მისალოცი წერილის შინაარსის გაცნობის შემდეგ ხელისუფლება აცხადებს, რომ კვლავ მზადაა ურთიერთობის გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად. ჩვენი სტუმრები იქნებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ხელაძე და საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკური არჩევანის დამფუძნებელი რომან კაკულია. ირაკლი ხელაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არის ჩვენი პირველი სტუმარი. მოგესალმებით ბატონი ირაკლი, მადლობა ჩართვისათვის. გორში მომხდარი ფაქტი რამდენიმე დღეა ოპოზიციამ ნახეთ, რომ დანაშაულის სისტემურობაზე მტკიცების საბაბად აქცია. თქვენი კრიტიკოსების არგუმენტია ისიც, რომ აი ამ საქმეზე ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს. გარდა მსგავს შემთხვევებზე შესაბამისი და დროული რეაგირებისა, კიდევ რა არის იმის გარანტი, რომ აი ესეთი ფაქტები მსგავსი ძალადობისა მაქსიმალურად შემცირდეს და აღარ დაფიქსირდეს და მეორე არ მოხდეს ამ თემებით სპეკულაცია. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას გადაგიხდით მოწვევისთვის. რაც შეეხება გორის ინციდენტთან დაკავშირებულ აი ამ აჟიოტაჟს, რაც მოყვა ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ ვნახეთ მყისიერი რეაგირება სახელმწიფოსი და რაც შეიძლება გახდეს იმის მთავარ საფუძვლად, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალში არ განმეორდეს ან ძალიან შემცირდეს მისი რაოდენობა, არის ის, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და კანონის უზენაესობა იქნება გარანტი იმისა, რომ არ აქვს მნიშვნელობა სამართალდამცავი იქნება, საჯარო მოხელე იქნება თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი იქნება, ინდულგენცია არავის არ ვრცელდება. ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ქართულ ოცნებას არ უჭირს მათ შორის თავისი ყოფილი თანამდებობის მიმართ სერიოზული ბრალდებების აყენება. და შესაბამისად ეს არის ის დამოკიდებულება, ის მიდგომა, რომელიც გამოგვარჩევს სხვა ხელისუფლებებისგან. რაც შეეხება იმ უსუსურ მცდელობას, რასაც და იმ ყიჟინას, რასაც მესამე დღეა უყურებთ, თან ვინ არის ამის ავტორი, ხო? იმასაც რო გააჩნია, შეიძლება ადამიანს მორალური უფლება ჰქონდეს, რომ მიგითითოს, შენიშვნა მოქცეს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ორკესტრირებულ, მასირებულ შეტევას ამ თემასთან დაკავშირებით, რომ თითქოს იყო რაღაცა სისტემური დანაშაული, აქ სისტემურობაზე საუბარი არ არის, ეს არის ცალკეული შემთხვევა, ძალიან მძიმე სანახავი, ძალიან მძიმე ფაქტი, რომელსაც მოყვა ძალიან დაუყოვნებლივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, 6 პირია დაკავებული, შესაბამისად ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს კონკრეტული ფაქტი იყოს პოლიტიკურად გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის, არის წარუმატებლობისთვის განწირული. ბატონო ირაკლი, ნაციონალური არ გვიკვირს ამ ადამიანებისგან არ გვიკვირს მსგავსი საქციელი, ხო? აი ნაციონალურ მოძრაობაზე როცა საუბრობთ და ქართული საზოგადოებაც მიეჩვია, ნახეთ, რომ ეს ადამიანები ეძებენ გვამებში სარგებელს, არეულობაში სარგებელს, უბედურებაში სარგებელს, ესეთ გადაცდომებში სარგებელს და საბოლოო ჯამში
ისინი რჩებიან ხელმოსარულები, ხო? ბატონო ირაკლი, ასე ნაციონალური მოძრაობის გარდა დავაზუსტოთ მინდა ასეთი ბრალდებები ამ შინაარსის და ამ ფორმულირების წამოაყენეს სხვა არა ამ პარტიის წევრებმა, მაგრამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ჯგუფებმა, ზოგი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. მათი მოტივაციაც ასეთივე პოლიტიკური მიზნებია, როგორც იმ პარტიისა, რომელსაც ახლა საუბრობთ. დღეს ჩვენ ხედავთ, დღეს ქართული საზოგადოება ხედავს ორპოლუსიან გარემოს, ხო? ქართული ოცნება, ხელისუფლება, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად ზედმიწევნით გაყვეს აი ამ კანონის უზენაესობის დაცვის პრინციპს და ხელისუფლების მოწინააღმდეგეები. თქვენ თუ გულისხმობთ ისეთ ადამიანებს, ისეთ არასამთავრობოებს, რომლებიც ცდილობენ დისტანცირება მოახდინონ ნაციონალური მოძრაობისგან, იმის გამო, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, ამ თემაზე ვინც აპელირებდა, როგორ შეიძლება კონსტრუქციულად იყო განწყობილი, არა აქვს მნიშვნელობა ხელისუფლების მიმართ, პროცესის მიმართ და ის ფაქტი, ის რეაგირება არ ჩათვალო არაფრად და მოითხოვო გადაკვალიფიცირება, რაღაც სისტემურ დანაშაულად წარმოაჩინო ეს ყოველივე და შესაბამისად ამაში პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა გქონდეს. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ თვითონვე ვართ წინააღმდეგები და ჩვენ თვითონვე ვართ ძალიან მკაცრი მსგავსი ფაქტების მიმართ, ზოგადად რა თქმა უნდა, ესეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს, თუმცა ჩვენ ცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ისევ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნის დროს სისტემური დანაშაული თუ რაიმე ტიპი შეიძლება არსებობდეს, ყველას კარგად გვახსოვს, ხო, რას აკეთებდა იქ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, რას აკეთებდა შსს, როგორ ექცეოდნენ საკუთარ მოქალაქეებს, ყველაფერს თავიდანვე დავანებოთ 150 ადამიანი ყავთ ქუჩაში ახალგაზრდა დაცხრილული. აი როგორ შეიძლება აი ამ ყველაფრის ჩამდენი გამკეთებელი და მკადრებელი დღეს მორალური უფლებით სარგებლობდეს და ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვაზე, ძალის გადამეტებაზე, დანაშაულის სისტემურობაზე და მსგავს რაღაცა მიმართულებებზე ესაუბრებოდეს, ხო? ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი წყენის უკმაყოფილების გამოთქმის შესაძლებლობა, თუმცა არა ნაციონალურ მოძრაობას. ნაციონალური მოძრაობა თუ აი ამ გვარი შინაარსით ცდილობს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ქართული ოცნება, ხელისუფლება, სამართალდამცავები სწორ გზაზე არიან, სწორ გზას ადგანან და ყველაფერი კეთდება ისე სამართლებრივად, როგორც უნდა კეთდებოდეს ჩვენს ქვეყანაში. აი ეს არის მარტივი მოცემულობა, ვინ გველაპარაკება, რა უფლებით გველაპარაკებიან. გორში პოლიციის შენობასთან ადამიანი ატარებდა აქციას, რომელსაც მე Facebook პოსტები ამოუყარეს, სადაც ბაჩუ ახალაიას აქებდა და ადიდებდა და ხაზგასმით იძახდა, რომ ბაჩუ ახალაია თურმე ყოველთვის კაცი იყო და კაცად დარჩა. სიმბოლო სისტემური წამების, არაადამიანური მოპყრობის, მკვლელობების, კაცების გაუპატიურების და ესეთი ანომალიური, არანორმალური ქმედებების, რითიც გამოირჩეოდნენ ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. ამიტომ ვერ მივიღებთ, ამ პარტიას და მასთან ერთ ალიანსად გაერთიანებულ ოპოზიციის ნაწილს ჩვენ ხედავთ, რომ შიდა ერთიანობის ერთგვარი დილემაც დაუდგა და ეს კარგად აჩვენა ბოლო დღეებმა, მაგალითად 26 მაისის აქციის შემდეგ, აი გვარამიას გუნდის და სააკაშვილის საჯარო პოლემიკამ. ისინი აი ამ დაპირისპირების მიუხედავად თავადაც ამბობენ, რომ მათ აქვთ ერთიანი მიზანი, ერთიან მიზანს უნდა მიაღწიონ და მსგავსი ამაში ხელს უშლით, მაგრამ ფაქტია, რომ დაპირისპირება ამ საერთო მიზნის მიუხედავად არ წყდება. იმაში თქვენ როგორ ხედავთ, აი რა არის ის, რის გამოც ისინი ვერ მალავენ უთანხმოებას და დაპირისპირებას? მათი ერთიანი მთავარი მიზანი არის ვინ უფრო წარმატებით შეასრულებს გარედან წამოსულ დავალებებს. ჩვენმა საზოგადოება კარგად იცის უკვე ყველაფერი, იმაში დარწმუნდა, რომ ეს ადამიანები ატარებენ უცხო ქვეყნის ინტერესებს, იმართებიან გარედან და ცდილობენ, რომ იქიდან წამოსული დავალებები ზედმიწევნით შეასრულონ.
ჩვენ თავშივე ვსაუბრობ, როდესაც ამ ალიანსის რაღაც ახალი პლატფორმის ჩამოყალიბებაზე მიიღეს დავალება და ამის შესრულება შეუდგნენ, მაშინვე დავაფიქსირეთ, რომ წარმოუდგენელია აი ამ ადამიანებისგან შემდგარმა ერთობამ რაიმე საერთო ღირებულებებზე ისაუბროს. წარმოუდგენელია ამ ადამიანებისგან როგორი წარსულის მათ გააჩნიათ შემდგარმა ერთობამ რაიმე ტიპის პერსპექტივაზე ისაუბროს. ეს ადამიანები ფიზიკურად ვერ ჩამოაყალიბებენ იმ პლატფორმას, იმ ერთობას, რამაც შეიძლება სარგებელი მოუტანოს ან ამ ადამიანების პოლიტიკურ პარტიებს, თუ შეიძლება უწოდოთ პოლიტიკური პარტიები, ან საზოგადოებას, ან ქვეყანას. შესაბამისად, გულწრფელობისგან არის დაცლილი ეს პროცესი, ყოველგვარი რაღაც იდეის გარეშე არიან ეს ადამიანები გაერთიანებულები და შესაბამისად არ არის გასაკვირი, რომ ამ ტიპის ურთიერთობებია, ამ ტიპის დამოკიდებულებებია ერთმანეთთან ჩვენ მე რამდენი მცდელობაა, ხო, ყველას კარგად გვახსოვს, ხან ფანჩატურში შეკრიბეს, ხან სხვა ალიანსები შეუქმნეს, გაერთიანებები შეუქმნეს, რაღაც ყოველ ჯერზე ხან აგინებენ ერთმანეთს, ხან ლანძღავენ. წარმოუდგენელია რა, იმიტომ არის განწირული წარუმატებლობისთვის ესეთი ალიანსები, ესეთი გაერთიანებები, რომ ქართულ ხალხს კარგად ახსოვს ამ ადამიანებმა, რაც აკადრეს ზოგადად ჩვენს ქვეყანას, ქართულ ხალხს, რა შეტევებს ახორციელებდნენ ჩვენი ეროვნული სუვერენული ღირებულებების მისამართით, როგორ ებრძოდნენ დედა ეკლესიას, აი ეს ადამიანები, გვარამია და ძმანი მათნი, ხო? ყველას კარგად გვახსოვს, როგორ ესხმოდნენ თავს აც გარდაცვლილ პატრიარქს და როგორ ესხმოდნენ თავს მის მოსაყდრეს და უკვე ახლად არჩეულ პატრიარქს შიო მესამეს, ხო? როგორ შეიძლება ადამიანებმა აი ამ ხალხის დაიჯეროს? ხო, გამორიცხულია ეს ყველაფერი თავის თვალით აქვს და ყველას ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი და რა უნდა იყოს არუმატებლობის მიზეზი, ან რა უნდა იყოს დაპირისპირების მიზეზი. ის ბოროტება, ის გარყვნილება, ის სიყალბე, რითიც გამოირჩევიან ეს ადამიანები. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი ხელაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახლდათ დღის ქრონიკის სტუმარი და ჩვენ ახლა საუბარს გამოგზავნებთ სტუდიაში საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკური არჩევანის დამფუძნებელი რომან კაკულია შემოგვიერთდა. მოგესალმებით ბატონო რომან, დიდი მადლობა მოგბრძანებისათვის. ჩვენ წინა სტუმართან შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საუბრით დავასრულეთ ინტერვიუ. თქვენთანაც მინდა ამ თემებს შევხვდეთ, თუმცა დავიწყებ გასული კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხით. ეს დღეები განვლილი კვირის იყო გამორჩეული იმით, რომ პირველ რიგში საქართველოს აღნიშნა დამოუკიდებლობის დღე და ამ დღის მილოცვებს შორის იყო, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის წერილი, რომელშიც იყო ხაზგასმული, რომ ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელი და ქართველი ხალხების მეგობრული კავშირების გასაახლებლად. ამავე პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა მაღალი რანგის დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აი ეს სურათი რომ შევაჯამოთ იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც გვაქვს საჯაროდ ხელმისაწვდომი და რაც ვიცით, როგორია აი ამ გადატვირთვის შანსი წელს და რა შეიძლება იყოს ორი ქვეყნის ურთიერთობაში ის ეტაპი, რაც დაგვარწმუნებს, რომ გადატვირთვა დადგა. დიდი მადლობა მივესალმები თქვენს მაყურებელს და ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყველა დეტალი ჩვენ გავითვალისწინოთ. ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში ჩვენ საკმაოდ დავიგროვდა გამოცდილება და ამ გამოცდილების გათვალისწინება აუცილებელია. აქ გამოწვევებიც იყო, რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება დღეს ამ გამოცდილების გათვალისწინებით აპირებს გადატვირთვასაც და ყველა იმ შესაძლებლობების გამოყენებაზე ფიქრს და განხორციელებას, რადგან ბატონი ტრამპი საუბრობს. და ჩვენ აუცილებლად ყველა შესაძლო ვერსია უნდა განვიხილოთ. განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, რომლებიც ხელისუფლებაში არ ვართ და გარკვეული შეზღუდულობა არ გვაქვს, რომ ძალიან კაცრად მივყვეთ იმ ჩამონათვალ საკითხებისას, რომელთა შესახებაც შეიძლება დღეს შეუძლებოდეს საუბარი, მაგრამ ხვალ დადგეს სხვა საკითხებზე საუბრის დრო. ეხლა ამ შემოთავაზებას, რა თქმა უნდა, დადებითი ტენდენციით უნდა უპასუხოთ, იმიტომ რომ ამერიკა არის ის ქვეყანა, რომელიც უძლიერესი ქვეყანაა მსოფლიოში და მასთან ურთიერთობების შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა იქნას გამოყენებული მაქსიმალურად, მაგრამ ჩვენ ახლა ჩვენი ქვეყნის გამოწვევები
გვაიძულებს რამოდენიმე პრიზმაში გავატაროთ ეს. ერთ-ერთი პრიზმა, რომელიც ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანი არის, აი ამ ყველაფერს უყურებდი რა. მე რა თქმა უნდა ვიხსენებდი ამერიკის ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელსაც ქვია მათი უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც ამასეად გამოქვეყნდა და აქაც საექსპერტო წრეებში იყო მაგაზე მსჯელობა. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს ჩინეთთანაც და გარდა იმ კონკრეტული სხვადასხვა დაუშვათ კონკრეტულ ძალებთან დაკავშირებული კონგრესმენების გამოთქმებს რომ თავი დავანებო, თვითონ სტრატეგიულ დოკუმენტში შემიძლია გავიხსენო გვერდი და პუნქტი, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ მათი სტრატეგიული უსაფრთხოება ამერიკის გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ჩინეთის წვდომა იმ ინფრასტრუქტურაზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, პორტებზე, მიწოდების ჯაჭვებში მათი როლი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვნად არის გამოკვეთილი მათ სტრატეგიულ დოკუმენტში და ამიტომ ხა ჩვენთვის საინტერესოა ეს გადატვირთვის შესაძლებლობები, ეს ახალი შემოთავაზებული ამერიკის მხრიდან რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ეს კონკრეტული პუნქტი ჩვენ შემთხვევაში არ იმუშავებს იმ სიმძაფრით, რომელთაც ის აღნიშნული ამ დოკუმენტში, ეს ერთი ვარიანტი, თუმცა ამის შესაძლებლობაც არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ ხომ ვხედავთ სოფლიოს, სადაც ორი ურთიერთდაპირისპირებული მხარეები ერთი ხელით შეიძლება ერთმანეთთან ძალიან მძაფრად იყვნენ დაპირისპირებული, მეორე ხელით კი სავაჭრო ურთიერთობებს ვერ წყვეტდნენ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. ანუ ჩვენ ამასთან გვაქვს საქმე ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ იმ კონკრეტული ჩანაწერისა და იმ კონკრეტული პუნქტის, რომელზეც მე ვსაუბრობ, ახლა მისი მნიშვნელობა ჩვენთან მიმართებაში რა სტატუსს შეიძენს. მე მესმის რა თქმა უნდა ახლა რომ ამაზე საუბარი ალბათ დაფიქრება იქნება და ხა ღია ტექსტით საუბარს არც ველოდები ხელისუფლებისგან, მაგრამ ისეთი ადამიანსაგან როგორც მე ვარ, რომელსაც ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ რაღაცნაირად განვითარება არ მიეცეს ურთიერთობათა იმ ნაწილს, რომელსაც ეგრეთ წოდებული თავის თავს რომ ევროპულ ოპოზიციას უწოდებენ და აბსოლუტურად ესე იგი საფრთხეებისა და საგარეო საფრთხეების იგნორირებაზე რომ აქვს დაგებული თავიანთი პოლიტიკა მათ მიმართულებას რომ განვითარება არ მიეცეს, ეს ადამიანი ვარ და ამიტომ ხელისუფლებას ამ ნაწილზე ორიენტირებისაკენ ვთხოვ, რომ ამაზე გამახვილოს ყურადღება, თუმცა ვიმეორებ ალბათ ამახვილებენ და არ ველოდები, რომ ესე ახლა ღია ტექსტით ყოველდღე შეიძლება ამაზე საუბარი იყოს, მაგრამ ანუ კონკრეტული თემა იმის შეფასებით, რასაც თქვენ მეკითხებით, ძალიან კარგი ეს განცხადება. ჩვენ ყველანი ველოდებით გადატვირთვას, მაგრამ გადატვირთვაში გვაინტერესებს ის წინააღმდეგობები. ახლა ამ წუთას მე რუსეთზე არც ვისაუბრე. ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთი ყოველთვის იყო რა, ჩვენ წარსული, ახლა ჩვენ არასოდეს არ უნდა დავბრუნდეთ 2008 წლის რიტორიკაში და მთელი იმ გამოწვევებში, როდესაც ჩვენი მიზნები და შესაძლებლობები ერთია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ის გამოცდილება, რაც ჩვენ გვაქვს, გვეუბნება იმას, რომ ჩვენი მიზნები და მიზნები აუცილებლად შესაძლებლობებთან უნდა იყოს შეჯერებული. ჩვენ ქვეყნის ინტერესებს და ჩვენ მოქმედების რა სცენარს უკარნახობ, შეგვიძლია ამაზე ვისაუბრო? ამაზე ახლა მე თითით რა შეიძლება მქონდეს ჩემი მოსაზრებები, მაგრამ მე ამწვავთ ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენთვის ესე მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ხდება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები. ჩვენი სამეული ქვეყნისაგან რა თქმა უნდა გვინდა, რომ ერთი თემა ერთნაირად ვიყოთ შეჯერებული, ამაშიც ლოგიკა რა თქმა უნდა არის. მე ყოველთვის მithქვამს, რომ ამ სამივე ქვეყანას, მე გავაკეთე იმ ქვეყანას გულისხმობ, რომ სამივე სხვადასხვა ტიპის გამოწვევები აქვს, დაცულობის ხარისხი სხვადასხვა აქვს და ჩვენ ყველაზე მოწყვლადი ქვეყანა ვართ. ჩვენ ამ დროს ახლა ჩინეთთან ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ჩინეთის მეშვეობით რუსეთის საფრთხების დაბალანსებასაც ვაპირებდით, ანუ ძალიან მარტივად რო ვთქვათ, როდესაც ჩვენ თუ ვართ ის ქვეყანა რუსეთისთვის, რომელიც საინტერესოა ჩინეთისათვის, მათი სტრატეგიული ურთიერთობებიდან ამ ეტაპზე ეს დაცულობის გარკვეული სეგმენტი შეიძლებოდა ჩვენ აქ მოგვეძებნა და ეხლა თუ ჩვენ ამერიკელებთან ურთიერთობაში აი პუნქტის ჩანაწერი, რომელიც ეხლა მე გავიხსენე, სადაც ჩინეთისადმი დამოკიდებულება ამერიკის როგორი უნდა იყოს სტრატეგიულად ძალიან მკაფიოდ არის ნახსენები. აქ ეხლა ჩვენ ამის გარკვეულობის გარეშე არ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, იმიტომ რომ ჩვენი გამოცდილება რას გვეუბნება, ჩვენ ხშირად ამერიკასთან სხვებთანაც დაუზუსტებელმა მომენტებმა, რომელთა რეალობას მე მოგვიანებით გაირკვა, სიკეთი არ მოგვიტანა და ხშირად ეს დაუზუსტებელი მომენტები, რომელიც თითქოს იმ მომენტისათვის არსებულ პათოსს, რაღაცა ამაღლებულ ურთიერთობებს, რაღაცა მიზნებისა და გარკვეული პერსპექტივების თანხმდრას თითქოს
ვცდილობდით რომ ამ ეტაპზე ხლა ამის დაზუსტება, აი ამ ინტონაციას და განწყობას შექმნის და არ ვუბრუნდეთ, ამას ყოველთვის ცუდად მოგვიბრუნდა შემდეგ. ამიტომ, როდესაც მე ვლაპარაკობ, რომ არსებობს გამოცდილება, ეს გამოცდილება პირველ რიგში არის ის, რომ ჩვენ არ გვჭირდება და ჩვენთვის ძალიან სახიფათოა დაუზუსტებელი მომენტების არსებობა ამ ურთიერთობებში. ახლა ძალიან ყველას გაგვეხარდა დიდი ქვეყანაა და მათგან გამოწვეული ხელი ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ ხო ვხედავთ ახლა როგორი მსოფლიოა დღეს, როდესაც რიტორიკებში უკვე იდეოლოგია, ფასეულობები, რა თქმა უნდა, შენარჩუნებულია, იმიტომ რომ ახლა ასე უცებ ამას ვერავინ ვერ გადადებს გვერდზე დემოკრატიის ხარისხზე საუბარს, მაგრამ კორიდორები, რესურსები, წდომა, ხელოვნური ინტელექტის გამოცდა, ახლა დაუშვათ არბია, ეს კიდე სულ სხვა თემაა, დაუშვათ უკრაინის პოლიგონი, რად გამოიყენება, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ აუცილებელია, რომ არ გავიმეოროთ წარსული შეცდომები და წარსული შეცდომათაგან მე გამოვყოფდი სწორედ დაუზუსტებელი მომენტების არსებობას იმ დიდ ურთიერთობებში, რომლებიც ძალიან დიდ პერსპექტივას გვპირდებოდა და ერთი შეხედვით და თუნდაც ორი შეხედვითაც ძალიან დიდი შესაძლებლობები იყო და ეს შესაძლებლობები არის აქ. მაგაზე ლაპარაკი არ არის. აი ამ დიდი ურთიერთობის ნაწილად როგორ შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობა? ევროკავშირის ურთიერთობაში ახლა ყველაზე მძაფრი მომენტი დგება ის, რომ მას ერთის მხრივ უნდა რომ შედგეს სუბიექტად, მაგრამ მთელი ის ღირებულებები, რომელზეც ისინი იყვნენ დაფუძნებული არა პრინციპში, ახლა ეგ ორიგინალური ვერ ვარ ნამდვილად, ძალიან ეჭვის ქვეშ დააყენეს თვითონვე მათი გადარჩენა ახლა რა, პოლიტიკური გადარჩენა და მათი იმ საზოგადოებების სოციალური პრობლემების მოგვარება ასევე მათი გარკვეული ბმა იმ ნარატივებთან, რომელზეც მათ ააგეს თავიანთი პოლიტიკური ცხოვრება, აი ინდუსტრიალიზაციის, სამხედრო ინდუსტრიალიზაციის გარეშე, რომელიც რუსეთის საფრთხისაკენ იქნება მიმართული, ამის გარეშე არის უკვე წარმოუდგენელი. ამიტომ ეს ფაქტორი, რომ რუსეთის საფრთხე ჩვენ ადრეც გვისაუბრია, გაზვიადებულად იყოს, ეხლა რუსეთი რომ გარკვეული ტიპის საფრთხეს წარმოადგენს, ყოველთვის გასაგებია, მაგრამ ამის მაქსიმალური გაზვიადება და ამ ინდუსტრიალიზაციის პროგრამის სამხედრო რელსებზე გადაყვანის ამით გარკვეულად, ესე იგი, ასე ვთქვათ, მიჩქმალვას ვერ ვიხმარდი სიტყვას, მაგრამ მეორე მხარეს გადატანეს იმ სოციალური პრობლემების, რომელიც მათ აქვს, სხვა გამოსავალი არ აქვს. ანუ ევროპასა და რუსეთს შორის ძალიან დაიძაბება ურთიერთობა. ახლა ამერიკასთან ურთიერთობა ჩვენ ერთი რამაც უნდა გვახსოვდეს. ეხლა ზელენსკის მთავარი კოზირი რა ცდილობს ის? ის ცდილობს როგორმე ერთი რაკეტა მაინც იქნეს გასტროლილი რუსეთიდან ევროპისაკენ. მე ხარ შემიძლია ვთქვა, რომ ბრიტანეთის და ზელენსკის მთავარი მიზანი არის ეს. რატომ? იმიტომ რომ ტრამპის ეს ცნობილი ფრაზა, რომ ეს ჩემი ომი არ არის, როგორმე წარსულს ჩაბარდეს, როგორც ახლა ანკორიჯის სული ჩაბარდა უკვე წარსულს, ეს ფრაზაც რომ საბოლოოდ ჩაბარდეს. იმიტომ რომ ყველას აქვს იმედი, რომ თუ ეს გასტროლა მოხდება მაგალითად ნატოს რომელიმე წევრისაგენ, მაშინ ხო იყო ერთი ინციდენტი, ხა თუ ნატოს რომელიმე წევრი ქვეყნისაგენ, ეს არის ჩემი აზრით ახლა ამ წუთას ევროპის, განსაკუთრებით ბრიტანეთ ზელენსკის ალიანსის, რომლებიც ახლა ბრიტანეთი ყოველასათვის ცნობილია, რომ გამოკვეთილი მის სტრატეგიულ დოკუმენტებშიც ახლა რადგან სტრატეგიული დოკუმენტები ვახსენეთ, რუსეთს განსაკუთრებული როლი აქვს მინიჭებული უარყოფით კონტექსტში, ისე როგორც აი უსაფრთხოების დოკუმენტში ამერიკის ჩინეთს აქვს ეს როლი მინიჭებული და ამ შემთხვევაში როცა ევროპაზე ვსაუბრობთ, ჩვენ არიან ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან რუსეთისა და ევროპის დაპირისპირება მოხდეს, იმიტომ რომ ევროპა გზნობს ახლა ამერიკის გარეშე მათ ეს არ შეუძლიათ, ამერიკა ახლა რა პრობლემებში შესული თქვენ ხედავთ, მაგრამ მათი მობრუნების ევროპისაკენ ერთ-ერთი ძალიან ისეთი პრაგმატული, თუმცა პრაგმატული შეიძლება ეწოდოს გამოსავალად, ისინი თვლიან, რომ პირველი დაფიქსირდეს რუსეთის აგრესია ევროპის მიმართ. აი ეს პოლიტიკური ჯგუფი, ძალები, ბრიტანეთი ახსენეთ, ევროკავშირი ახსენეთ, აი ამ სიტუაციაში საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესთან რომ გავავლოთ, ეხა ერთგვარი კავშირი, ხომ? ჩვენ ხედავთ, თქვენ ევროპული ოპოზიციაო, ასე ვთქვათ, ფიჭალებში ახსენეთ ასეთი ფრაზა, თუმცა მხოლოდ ეს ოპოზიცია და ეს ჯგუფები არ არის საქართველოს, რომლებიც პოზიციონირებენ, რომ ისინი არიან ევროპული სწორედ დასავლეთიდან, ბრიუსელიდან, ლონდონიდან საჯარო განცხადებები და ევროკავშირის ხელმძღვანელობის პოზიცია მიუთითებს იმაზე, რომ ისინი გარკვეულწილად, ყოველ შემთხვევაში გარკვეული ჯგუფები, აი ამ ჯგუფებს განიხილავენ ერთგვარ დასაყრდენად საქართველოში. აი რა რის საფუძველზე ხდება ეს განწყობები? რის საფუძველზე ყალიბდება? ის საფუძველზე ხდება, ხავდონათი ეს ძალიან სწორი შეკითხვაა, იმიტომ რომ აი თვეების და წლების განმავლობაში ის ადამიანები, ვისაც არ ესმით
რომ რეალური იყო. ეხლა ეს ჩვენ რაღაცა გაშარჟება მოხდა ამ ტერმინის რა გასაშარჟებელი, მაგრამ ომში ჩათრევის ტერმინი მაქსიმალურად სხვადასხვანაირად დავანებოთ. მე ბევრჯერ ვთქვა თვითონაც ამ სიტუაციაზე თავი დავანებოთ, არა თუნდაც ის პოლიტიკა, რაც ერთადერთი ალტერნატივად აქვს დარჩენილი ევროპას, რომ დანარჩენ მსოფლიოს, პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუდგინოთ ის, რომ რუსეთი არის აგრესორი, რომლისგანაც მათ ელოდებათ საფრთხე და ამის დამამტკიცებელი ნებისმიერი მაგალითის შექმნა, თუნდაც დაძაბვა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის, რა თქმა უნდა, მთელი იმ სტრატეგიის განხორციელებაში მათთვის ძალიან დამხმარე ნაბიჯი იქნება. ამიტომ ამ ბოლო დროს ეხლა ძალიან სწორი სიტყვა იყო, რა თქმა უნდა, რაღაცნაირად ეს ომში ჩათრება უნდა და ეს ტერმინი ჩვენ უნდა დავივიწყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს ამბავი რეალური იყო, უფრო უნდა ვიხმაროთ, უფრო მყარი და პოლიტიკურად გამართული ტერმინი, იმიტომ რომ ჩათრებას ვერავის ვერ უმტკიცებდა, ასეთ რიტორიკითაც მოგმართავდნენ. ხო, აბა გითხარით ერთი განცხადება, როდის იყო ასეთ რამეზე ვინმე განცხადებას აკეთებდა, მაგრამ ლოგიკური გაგრძელება მათი პოლიტიკის ჩვენ რო საფრთხეს გვიზდიდა უალტერნატივოდ მათ მხარეს, მათ ნარატივებზე, ყველა მათ შემოთავაზება და უალტერნატივოდ დათანხმება, რომ ჩვენი რისკების გაზრდის უალტერნატივო შესაძლებლობა იყო. ამაზე ვილაპარაკოთ, ეს რეალობაა. ეს უნდა დავანახოთ მათაც და შენ ყავს აქ ოპოზიცია, რომელიც გეუბნება, რომ არა ნებისმიერი შემოთავაზება, ნებისმიერი ნარატივი, ნებისმიერი დაუშვათ ხედვა იყოს უნდა გაზიარებული და მსოფლიო, რომელიც გაყოფილია კეთილ და ბორო ძალებად, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ კეთილი ძალების მხარეს. ეხლა ასე პრიმიტიულად თვითონ დარწმუნებული ვარ არაზროვნებენ, მაგრამ ეს არის ის ნარატივი, იმიტომ რომ ევროპისათვის დღეს აი ეს ანტირუსეთის შექმნის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს. ისინი თუ ვერ მიაღწევენ იმას, რომ მოხდა აგრესია ახლა რუსეთის მხრიდან ევროპის მიმართ, ფაქტურად განწირული არიან ამერიკის გარეშე თავდაცვის ძალების მშენებლობისაკენ, რომელიც მათთვის ძალიან დიდი თანხებია. და აი ესეთ ჩიხშია მსოფლიო პრინციპში შესული. ასე დროს ჩვენ მოგვეთხოვება რა, ჩვენ გვინდა რომ აუცილებლად შეიძლება რომ როგორმე მივახციოთ ისეთ სიმყარეს ჩვენი ხელისუფლებისა, რომელსაც თავისუფლების მაღალი ხარისხი ექნება პირველ რიგში ახლა, იმიტომ რომ თუ იმ ფაქტორების გათვალისწინება არ მოხდა ყველაფრის ახლა რომელიც მე ჩამოვთვალე და ზოგიერთი შეიძლება არც ჩამოვთვალე რა, მე ახლა ძალიან შორსა ვარ იმ აზრისაგან რომ ამ ფაქტორებზე ხელისუფლების წარმომადგენლებიც არ ფიქრობენ, მაგრამ თუ გაუთვალისწინებლობა ისევ შევამჩნიეთ ჩვენ რაღაცების თავისუფლება თავისთავად დაგვიბრუნდება შემდეგ თავისუფლების ხარისხის შეკითხვა. რაც ძალიან ცუდია მათი მხარდამჭერებისათვის ხელისუფლებას გულისხმობ, მათ წინწიდება ცოტა უფრო მეტი კაფიოობა აი ამ საკვანძო საკითხებში პოზიციისა, იმიტომ რომ ეხლა ისეთი დამოკიდებულებაა ხელისუფლების მიმართ ზოგადად დაუშვათ იმ ევროპის მხრიდან, მე კი უყურებ ობიექტურ მიზეზებს ამ დამოკიდებულებისას და მე კი ვხედავ ამის მიზეზები რა არის და ცალსაღად ეხლა ხელისუფლებას არ ვადანაშაულებ ამაში, მაგრამ ეხლა ასეთ სიღრმეებში შეიძლება ყველა ჩახედული არ არის და გაურკვევლობა ხო ისეთი განცხადებების ნელ-ნელა მე არ მინდა რომ შეამციროს მათი მხარდამჭერებთან რიცხვი ამ კრიტიკულ მომენტში, იმიტომ რომ ძირითადად დასაყრდენი ეხლა ხო თუ შეგინდა რომ თუ ახლა ჩვენ დაუშვათ თუ რა ზეწოლის ხარისხებზე თუ არის ლაპარაკი და ამიტომ არ ხდება ამ საკვანძო საკითხებზე ლაპარაკი, ზეწოლა რომ მოხსნა, შენ უნდა აჩვენა რომ ხელისუფლებას ისეთი მხარდამჭერა აქვს, რომ შენ კიდევაც რომ რაღაცნაირად გაანეიტრალო ის ადამიანები, რომლებიც ამ თუდას არიან, რომ ასეთი ადამიანების მეორე ჯგუფი მყისვე დაიკავებს მათ ადგილს. ეს არის მათი მხარდამჭერის მე იმიტომ ლაპარაკობ ამას. შემდგომ საერთოდ არ მესაუბრა. ბევრი ადამიანი ფიქრობს, და ჩვენ საჯარო უნდა გავხადოთ, რომ ხელისუფლების მიმართ მოთხოვნა იმისა, რომ მოდი რამ კაფიოობა შემოიტანე ამერიკასთან ურთიერთობა ჩვენ ძალიან მოგწონს, მაგრამ ის პუნქტი რო ვახსენე, საფრთხები რო ვახსენე, აი ამ საფრთხეებში მთლიანობაში მესმის რომ ეხა დღეს ვერ გამოხვალ და პირდაპირ ვერ ჩამოთვლი ყველა ამ საკითხთან მიმართებაში კონკრეტულ პოლიციას. ზოგიერთ შეიძლება შეიძლება დაუზუსტებელი გაქვს, ზოგიერთ შემთხვევაში კიდე დიპლომატია არ ითვალისწინებს ასე პირდაპირ თქმას, მაგრამ აი თუნდაც ეხლა საპატრიარქოში იყო შეხვედრა, ხო? ეხლა დიდი პატივისცემის მიუხედავად იმ პირის მიმართ, რომელიც გამოვიდა და განცხადება გააკეთა, რაც გვაქვს საერთო ამერიკელებთან იმაზე ვისაუბროთ დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს საერთო რა გვაქვს. ეხლა თქვენ თუ იმის საუბარი გინდათ, რომ პროტესტანტებსა და მართლმადიდებლობას შორის იმდენი საერთოა, რომ ვერ ვიპოვით განსხვავებას, რომ დიდი ბოდიში, მაგრამ მე არ ვაკადრებ ეხლა არავის ამაზე მე დავიწყო საუბარი, მაგრამ საერთოდ ახალ ეტაპზე რო გადავდივართ, რას ნიშნავს ამ ახალ ეტაპზე გადასვლა? ეს საუბარი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შენ არ ჩუნდეს
ის ბირთვი მხარდამჭერისა ქართული ოცნების მიმართ, რომელიც გარედან უნდა ჩანდეს. ახლა ის ხალხი, რომელიც გამოჩნდა პატრიარქის დაკრძალვაზე, ხა რა თქმა უნდა, ალბათ ჩვენ ხა ცალსახად ყველა ქართული ოცნების მხარდამჭერი იყო, ამის თქმა ალბათ არ იქნება სწორი და ბევრმა სხვა ადამიანმა დაუჭირა მხარი, მაგრამ ის ხალხი თუნდაც საპატრიარქოსგან ამერიკასთან საერთო რა გვაქვს ამერიკასთან უფრო მეტ დაკონკრეტებას ითხოვს და იმსახურებს ბოლოს და ამიტომ ახლა ჩემი შემაჯამებელი ფრაზა იქნებოდა ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით ამ ყველაფერს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რადგან ჩვენ უნდა ერთადერთი მიზეზი პრობლემა გვაქვს ახლა საქართველოს უნდა როგორმე გამოახდინოს დეკლარირება იმის, რომ როგორ მსოფლიოს ელოდება ის სამომავლოდ. ის ელოდება ისევ იმ მსოფლიოს, სადაც დასავლეთი კვლავ აღიდგეს თავის დომინანტობას და ამის მოლოდინშია თუ ის ღებულობს იმას, რომ მსოფლიოს ეყოლება რამოდენიმე ძალთა ცენტრი. აი ამის დეკლარირება სხვადასხვა განცხადებებით შეიძლება და მე ამ პოზიციიდან რუსეთთანაც შეიძლება დავა, სხვასთანაც შეიძლება ურთიერთობა, უბრალოდ ჩვენ სად გეხარ? ეგ არის თავი და არა ეს არ ნიშნავს გამოდის გიხდით ახლა ეს თუ არ დავასრულე ისეთი გამოვა დაუსრულებელი თლიანი შეჯამება შევაჯამოთ. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. რომან კაკულია, საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკური არჩევანის დამფუძნებელი გახლდათ ჩვენი სტუმარი. დღის ქრონიკა ამით დასრულებულია. მე გემშვიდობებით სამშაბათამდე ნახვამდის.